რატომ მიყვარს Android-ი და რატო არ მიყვარს iOS? გადავხედოთ. რა ხდება ეს რა? HTC მოიტანა ფული? არა. ამი Google აგვიანებს. Sony вообще რას ფიქრობს, არ ვიცი, 3000 ვალი აქვს. გუშინ ვისი იყო? 7 ხო, 7000. Samsung როგორ მიყვარს, დროზე იცით ხოლმე მოტანა რა. ახლა Samsung-ია, მაშინ დავიწყოთ. მოგესალმებით, ახლა ეს Samsung-ის რიგია, იმიტომ რომ მიხდით ალბათ იქ Samsung. ხო. ეს ტელეფონები გვაქვს, არა ისინი არ გვინდა. ამას დავალიანება აქვს, მოუტანია ჯერ მაყუთი. ესეც არ გვინდა. ეს ვაფშე წავიდა. Samsung-ი მიყვარს, აღარ მინდა ეს. იმ ბლოკნოტისთვის არის. სათვალე. ხო, გავაგრძელოთ. რატომ მიყვარს Android-ი და რატო არ მიყვარს iOS-ი? ძალიან ბევრი კითხულობს ამას და იქნება რამე გვითხრაო, რაღაც მიზეზი გექნებაო ამისთვის შეენო და კი ბატონო, რამოდენიმე მიზეზს განახებთ. ეხლა როდესაც გადავალთ აი დესკტოპზე და აგიხსნით ყველაფერს. Android-ი ჩემთვის არის ყველაზე მოქნილი სისტემა და ყველაზე შეუზღუდავი. Android-ი მე არასდროს არ მზღუდავს. ნაცვლად და განსხვავებით iOS-ისაგან ჩაწერე, გადაწერე, წაიღე, წამოიღე, გააშიარე, რაც გინდა გააკეთე. ეხლა მე წარმოგიდგენთ DeX რეჟიმს, რომელიც აქვს Samsung-ებს S8, S9 Note და შემდეგში რაც გამოვა, ყველა მათგანი დაჯილდოებულია ამ ძალიან გამოყენებადი და საკმაოდ ისეთი მაგარი ფუნქციით, რომელიც თქვენს ტელეფონს გადააქცევს პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, კომპიუტერად. სრულყოფილ კომპიუტერად, რა თქმა უნდა, არ გადაიქცევა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ისეთი ფუნქციონალი მიეცემა აი ამ თქვენს ტელეფონს, რომ ვერც ერთი თქვენი iOS-ი ამას ვერ ეღირსება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იმ შემთხვევაში თუ iOS-ზე გამოაჩენენ ჩვენი კუპერტინოელები, მაუს, გინდაც iPad-ში, გინდაც iPhone-ში. ჩათვალეთ, რომ აღარ გაიყიდებათ თავისი ლეპტოპები, ნოუთბუქები. ელემენტარულად Android-ი მე არ მზღუდავს იმაში, რომ შევაერთო აქ ფლეშკა, შევაერთო ნებისმიერი SD კარტა, SD კარტ რიდერი, HDD external disk და ასე შემდეგ. ეხლა იტყვით ძალიან ბევრი კომენტარებში, რომ ეს iPhone-შიც შეუძლიაო თუ გექნება შესაბამისი კონექტორი. არ შეუძლია. კიდევ ერთხელ გიმეორებ, არ შეუძლია. iOS შესაძლებლობა აქვს მხოლოდ აი ამ თქვენი iOS-იდან გადმოიწეროთ და არა ჩაიწეროთ უკან. და თუ ამას რამენაირად იაკრობატებთ და მოახერხებთ, იცოდეთ, რომ ვიდეო ფაილებს საერთოდ ვერ ხედავს. მარტო ვიდეოზე არა, Android-ი საერთოდ ნებისმიერ ფაილს ხედავს და ჩვეულებრივი Windows-ით და ჩვეულებრივი ფლეშკა, რაც გინდა ჩაწერე, გადამოწერე. რაც შეეხება iOS, შეიძლება როგორმე დაანახოთ ფოტოები, მაგრამ გარედან ვერ ჩაწერთ ვერც ვიდეოს და საერთოდ ვერ დაანახებთ ვერანაირი external device-იდან. რამდენიც არ უნდა წეროთ თქვენ კომენტარებში, ეს არის ესე. და კიდევ ძალიან ბევრი მიზეზია, რომელსაც შემდგომ მოგვიანებით კიდევ გადავიდეთ ვიდეოს. ეხლა კი გადავიდეთ დესკტოპზე და ამ ყველაფერს აგიხსნით ძალიან თვალსაჩინოდ. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება აი ეს მოდული. შეხედეთ, აქ არის USB 3, USB 2, USB 2 SD card memory reader-ი და micro SD card reader-ი. აქეთ ამ მხარეს გვაქვს HDMI, აქეთ ამ მხარეს გვაქვს კვება. ანუ შეგვიძლია მივაწოდოთ ტელეფონს კვებაზე. ეხლა რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ეს და რაშია Android-ის უპირატესობა. როგორც მოგეხსენებათ, Android-ი ჩვეულებრივად ფლეშკასავით არის მოწყობილი, რაც გინდა შეერთე, გადააერთე, გადაწერე, გადმოწერე, ჩაწერე, გადაიწერე და ასე შემდეგ. იმისათვის რომ ძალიან თვალსაჩინოდ აგიხსნათ, რატომ მიყვარს Android-ი და რატომ ვერ ვიდან iOS სისტემას, არ მიყვარს თქვენი დაცული სისტემა და მე მიყვარს შეუზღუდავი სისტემა, სადაც არ ვარ არაფერში შეზღუდული, შემიძლია
$1000 ტელეფონი გამოვიყენო ისე, როგორც ეკუთვნის აი ამ თანხას და როგორც ეკუთვნის აი იმ გადახდილ ფულს, რაც კი გადავიხადე და შემიძლია მარტივად გამოვიყენო, შემიძლია მთლიანი თავისი სერვისით გამოვიყენო აი ეს ტელეფონი და გავაკეთო ის, რაც მე მინდა და არ ვიყო არასოდეს არაფერში შეზღუდული. აი ეს არის ზუსტად Android-ი. ვისაც არ ესმის, შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს და მიხვდებით, რას ნიშნავს Android-ი. USB Type-C აქვს აქეთ ამ მხარეს, როგორც ხედავთ ხალხო და ჩვენი Galaxy S9-ც Type-C-ზეა ჩვეულებრივად აი აქ დასატენი კონექტორი და ასევე დატას გადასაცემი, გადმოსაცემი და ასე შემდეგ. შევერთეთ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით აქ ნოტიფიკაციებში არც არაფერი არ გამოჩენილა და ეხლა უკვე ელოდება ჩვენს დანარჩენ ქმედებებს. ეხლა რას ვაკეთებთ? პირველ რიგში დემონსტრაციისთვის მოდით გადავიყვანოთ მონიტორი HDMI რეჟიმში. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის იგივე DeX აპარატურა. DeX-ი, როგორც იცით, Samsung-ის ახალი ტელეფონების ახალ თაობებს მოყვება ეს ფუნქცია, როდესაც რაღაცა გეჩქარებათ და საერთოდ რაღაცა გაქვთ ისეთი საოფისე გასაკეთებელი, შეგიძლიათ შეერთოთ ჩვეულებრივად მონიტორში და გამოიყენოთ როგორც პერსონალური კომპიუტერი. ელემენტარულად, ძალიან ელემენტარულად, მაგრამ საკმაოდ ისეთი გამოყენებადი ფუნქცია აი ეს DeX-ი და მოდით ახლა დემონსტრირება ჩავატაროთ აი ამ ყველაფრის. გადავიყვანოთ ახლა ჩვენი მონიტორი HDMI რეჟიმში. ელოდება ჩვენი DeX-ი შეერთებას. აი ეს კაბელი გამოყვანილია მონიტორიდან, რომელიც HDMI კაბელია. ამისათვის კიდევ დაგჭირდება კლავიატურა და მაუსი. ეს Bluetooth კლავიატურა მოვაშოროთ, იმიტომ რომ Bluetooth-ის შეერთება, როგორც იცით, ძალიან ადვილია, უბრალოდ დააკავშირებ, მარტივია. მე გადავალ უფრო ცოტა რაღაც გართულებულზე, ჩვეულებრივად USB კლავიატურას და USB მაუსს გამოვიყენებ. ჩვენი კლავიატურა და ესეც ჩვენი USB მაუსი. და დავიწყოთ შეერთება. ჩავთვით კლავიატურა. აი, ტელეფონმა დაინახა უკვე კლავიატურა. შევერთოთ მაუსიც, აი ესე. და შევხედოთ ჩვენს ტელეფონს. ეხლა მოდით გავსინჯოთ მუშაობს თუ არა მაუსი და კლავიატურა. აი ჩვენი მაუსი და შეხედეთ ეკრანზე, ხედავთ მაუსს. აი ჩვენი მაუსი ეკრანზე უკვე მოძრაობს. ეხლა ნახოთ მუშაობს თუ არა კლავიატურა. ჩავწეროთ Google-ში რაღაცა. bla bla bla. კლავიატურაც როგორც ხედავთ ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. იმ შემთხვევაში თუ კვების გარეშე შევაერთებთ ტელეფონს, უბრალოდ სარკესავით გააკეთებს მონიტორზე, გადაიტანს აი ამ გამოსახულებას, მაგრამ ეს არ არის ის რეჟიმი, რატომაც მიყვარს აი ეს ტელეფონები. მოდით შევაერთოთ ჯერ HDMI კაბელი და დავინახოთ გამოსახულება. ვაერთებთ აი აქ. იქ სადაც შეერთებულია ჩვენი ტელეფონი. აი ეს. ჯერჯერობით კიდევ რეაქცია არ ექნება ტელეფონს, იმიტომ რომ DeX რეჟიმი არ არის ჩართული, მაგრამ ამასთანავე ჩვენ გამოსახულებაზე მივიღებთ ზუსტად აი ამ სარკულ რეჟიმს. აბსოლუტურად იგივე ეკრანია, რაც გვაქვს ჩვენ, აი აქ. შეხედეთ, აი ეს არის ჩვენი ტელეფონი. თუ თქვათ, ჩავართავთ კამერას, კამერაც იგივენაირად შეგვიძლია ესე გამოვიყენოთ. მოდით ახლა შევეცადოთ შევაერთოთ აი ამ მოწყობილობაში კვება და მივცეთ კვების წყარო. რა მოხდება შევხედოთ შემდეგ. ტელეფონი თქვათ დავდოთ აი აქ, ჯერჯერობით არ გვჭირდება საერთოდ, იმიტომ რომ ტელეფონს უკვე აღარ შევეხებით. კვების წყარო შეერთებისთანავე გადადის უკვე DeX რეჟიმში. წავიდა. მონიტორზე დაიხატა DeX-ი, აი ეს ლოგო და შეხედეთ. ჩვეულებრივად ისევე როგორც კომპიუტერის დესკტოპი გაქვთ, ზუსტად იგივენაირი დესკტოპი ჩაგვერთო და ეხლა კი შეგვიძლია მართოთ აი ეს ჩვენი DeX რეჟიმი, ჩვეულებრივად აი ესე მაუსით გამოვიყენოთ. კლავიატურა, აქვე გაქვთ როგორც My კომპიუტერი, დოკუმენტები, სეტინგები და ასე შემდეგ. შეგვიძლია ეგ დესკტოპის ოფციები გვაქვს.
ჩვეულებრივი სეტინგები გვაქვს, აი აქ. შეგვიძლია შევიდეთ, ესე გავშალოთ მთლიან ეკრანზე, დავაპატარავოთ Samsung DeX ოფციები, შეხედეთ მაუსის მართვა შეგიძლიათ, trackpad-ის მართვა შეგიძლიათ, აქ ჩვეულებრივად keyboard-ი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველანაირი ფუნქცია გაქვთ, კომპიუტერის მსგავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეხედეთ აი აქ რამხელა status bar-ი გაქვთ, task bar-ი უფრო სწორედ. აქ ხმა გაქვთ, აქ შეგიძლიათ screenshot-ი გადაიღოთ, აი ესე ეკრანზე. ხო, ხმას გამოსცემს ტელეფონი, იმიტომ რომ მონიტორის დინამიკები არ მაქვს უბრალოდ შეერთებული. აქ გაქვთ ჩვეულებრივად LTE, აგერ წერია SIM კარტადებს მოთავსებულია. თან ამასთანავე იტენება კიდევაც ტელეფონი, იმიტომ რომ შეერთებული გვაქვს კვების წყარო. აქ გვაქვს შიდა მენიუ, აქ გვაქვს task manager-ი და ესეც იგივე home-ია. ანუ შუა აი ეს ღილაკი. შეგვიძლია გავხსნათ ჩვეულებრივად Chrome-ი, შეგვიძლია აგერ ძალიან ბევრი პანჯარა მაქვს გახსნილი, არანაირი გაჭედვა არ აქვს, სხვათა შორის არანაირი პრობლემა არ იქნება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პანჯარა გვაქვს გახსნილი, ჩვენ აი აქ შეხედეთ 1 2 3 4 და 5. 5 პანჯარა გახსნილი გვაქვს. შევეცადოთ ეხლა გავხსნათ კიდევ თქვათ მე-6 პანჯარა. აი ესე თქვათ open in new tab. გავხსნათ მე-6 პანჯარა და კიდე გავხსნათ მე-7 პანჯარა თქვათ, აი ესე. კიდევ გავხსნათ 1 პანჯარა, აი ესე. კიდევ 1 პანჯარა გავხსნათ, აი ესე. და როგორც ხედავთ, ყველანაირი პრობლემის გარეშე, არანაირი გაჭედვა არ აქვს საერთოდ აი ამ ჩვენ DeX რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩვეულებრივად ტელეფონიდან გაშვებული ყველაფერი აბსოლუტურად და გადადიხართ, ანუ ესე ვთქვათ, PC რეჟიმზე. მოდით ახლა ეს ჩავაგდოთ აი ესე, იმისათვის რომ გავსინჯოთ, რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ტელეფონს და Galaxy Note 9-ს. ეს უბრალოდ ჩაგდებული გვაქვს, არ მაქვს დაკეტილი, ანუ close არ უკეთებ და ვაგდებ დაბლა, აი ესე. შეგვიძლია შევიდეთ My Files-ში, ესეც გავხსენით, ჩავაგდოთ ესეც. შეგვიძლია გავხსნათ კიდევ რაიმე სხვა პროგრამა, თქვათ, არ ვიცი, ავირჩიოთ, თქვათ, InShot. ეს არის ვიდეოების დასამუშავებელი აპლიკაცია, აი ესე. შეგვიძლია ესე გავშალოთ, გავხსნათ აი აქ ნებისმიერი ვიდეო ხალხო და მიუთითოთ, თქვათ, last draft-ი. აი ეს არის ჩემი გადმოწერილი ვიდეო Panasonic-დან, რომელსაც ჩვეულებრივად შეგიძლიათ დაამუშავოთ ისევე როგორც After Effects-ში, Premiere-ში, Android-ებზეც იგივე მსგავსი ედიტორებია და შეგიძლიათ თქვათ, გავუკეთო cut-ი, copy და აგერ. მივცეთ cut, აი ესე. ოკეი. შემდეგ ვაკეთებ save-ს და ეს ყველაფერი მიდის რენდერზე ხალხო. ჩვეულებრივად არენდერებთ ტელეფონში, არანაირი პრობლემა არ არის, ნებისმიერ ედიტორს ჩამოწერთ, დაიწყებთ რენდერს. შეხედეთ, აი აქ მიდის რენდერი. ხსნით Chrome-ს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს, მუსიკას და საერთოდ რაღაც ეფექტები დავადეთ და გავუშვით რენდერზე, არანაირი ჭედვა არ აქვს ხალხო. აი ამ ჩვენ Galaxy Note 9-ს. მიუხედავად იმისა, რომ ის Exynos-ია, საერთოდ Chrome-ი იცით აბსოლუტურად ყველამ, რამდენად ესეთი ვამპირი პროგრამაა და რამხელა ენერგიას ითხოვს. Chrome-ი რამხელა ოპერატიული მეხსიერება მიაქვს და რამდენი პანჯარა მაქვს გახსნილი. მოდით კიდევ გავამატოთ 1-2 პანჯარა, აი ესე, კიდევ 1 პანჯარა დავამატოთ, აი ესე, კიდევ 1 პანჯარა დავამატოთ, აი ესე. კიდევ და კიდევ და როგორც ხედავთ, საერთოდ არ ჭედავს Google Maps თქვათ. აირჩიეთ, გახსენი, აი ესე და აბსოლუტურად იგივენაირად მუშაობს ყველა პროგრამა ხალხო. კიდევ ერთი ყველაზე მაგარი ფუნქცია. როგორც იცით, ორი მონიტორის შეერთების შემთხვევაში მაუსი გადადის ხან ერთ მონიტორში, ხან მეორე მონიტორში. შეხედეთ ახლა აი ამ DeX-ის ზუსტად იგივე ფუნქციას. ანუ ხედავთ კურსორი მაუსის გვაქვს ამ მონიტორზე და ტელეფონიც იგივენაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ორმონიტორიანი სისტემა. შეგვიძლია გავუწიოთ მაუსი აი აქეთ და შემოვა მაუსის ის არის ჩვენს ტელეფონში. შეხედეთ
რა მარტივია და რა ძალიან უნიკალური ფუნქცია აქვს. გავხსნათ შეგვიძლია აქ Play Store-ი, გადავფურცლოთ აი ესე, ან ჩავთოთ თქვათ აი აქ YouTube-ი, გადმოვიდეთ ისევ აქ, მართოთ ეს მონიტორი და ასე შემდეგ. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მიზეზთაგანი, მიზეზი ძალიან ბევრია, ერთ-ერთი განახეთ უკვე, ეს არის ჩვენი DeX-ი, ეს არის საერთოდ ფუნქციონალი Android-ის, არ აქვს მნიშვნელობა Samsung-ი გექნება თუ DeX-ი არ გექნება. საქმე იმაშია, რომ Android-ზე შესაძლებლობა გაქვს ჩვეულებრივად მიაერთო Flash-კაც ნებისმიერი მოწყობილობა. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია კომენტარებს ველოდები აუცილებლად და ვალებსაც ველოდები, ვინც მეც გადაიხდის იმ რევიუს გავაკეთე.